მაგრამ რეჟიმი აგრძელებს კონსოლიდაციას, ის ადამიანები ეხლა უწყებებში ვინც არიან დარჩენილი ის ადამიანები ნელ-ნელა მათზე წნეხი გაიზრდება, ანუ რეჟიმს როგორი მის აქვს მიდრეკილება და ინსტინქტი, ხო? ყველა ვინც ასე ვთქვათ, მისთვის არის რისკის ზონა, ესენი უნდა ჩაანაცვლოს. და შემოიყვანოს ადამიანები, რომელზეც მეტი გავლენა აქვს, მეტი ბერკეტი აქვს და ნაკლები რისკი არის, რომ არ დაემორჩილება და ასე შემდეგ. ანუ რეჟიმი ეხლა საერთოდ აღარ არის უკვე დაკავებული სახელმწიფოებრივი საქმიანობით, სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტიურად უბრალოდ რუტინა ბორბალს ატრიალებენ, მაგრამ ვითარების თემებით საერთოდ აღარ არიან დაკავებული. აქ შემოდის რასაკვირველია ის კონტექსტი, რომ ეხა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ანუ ის სტანდარტები და ეს ასე განვითარების ასე ვთქვათ მაილსტოუნები, მიზნები და ამოცანები რაც იყო, ესენი აბსოლუტურად არარელევანტურია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მიმართულებით იყო ჩართული, ესენი საერთოდ საჭირო აღარ არიან და პირიქით რისკის ზონაში არიან და ამათ სულ ყველას გამოუშვებენ, ხა? და მეორე ტალღა მოდის ეხა რეორგანიზაციების და მესამეც იქნება და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ადამიანები გარეთ აღმოჩნდებიან, მაგრამ ამ ადამიანებს რაღაცეები შეუძლიათ, ვინც გარეთ არიან, ამაზე აუცილებლად მინდა ვისაუბრო, მაგრამ ისინი ვინც შიგნით არიან ჯერჯერობით, ხო? ანუ მათ ჩვენ შეგვიძლია აქედან გავამხნევოთ, იმიტომ რომ გავამხნევოთ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ასე ვთქვათ, მოვუწოდოთ მათ და რაღაცნაირად გავაძლიეროთ საზოგადოება, კი არ დავამუნათოთ. არამედ გავაძლიეროთ აქედან საზოგადოებამ, რომ ისინი არიან ჩვენი იმედი და რაც უფრო დიდხანს გაძლებენ იქ, რაც უფრო დიდხანს ასე ვთქვათ, გაატარებენ იქ სწორ პოზიციონირებას მოახდენენ და იმ პრინციპებს, რაზეც საჯარო მოხელის ფიცი, რასაც ეხმიანება და საჯარო სამსახურის ახლა ამათმა რაც უქნეთ კანონს, იმაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აი იმ კანონმდებლობით, რაც იყო, საკმაოდ ნორმალური კანონმდებლობა, რაც მანამდე იყო, და აი საჯარო მოხელის ფიცი, რა სულისკვეთებასაც ასხივებს, აი იმას, რაც შეიძლება დიდი ხანი დაიცვა. რაღაც მომენტში ვერ გაუძლებენ ისინი და მათაც მოუწევთ წამოსვლა. გამოყრიან უბრალოდ მაგათ. იმიტომ რომ ეს ჩანაცვლება მიმდინარეობს. ჩანაცვლება მიმდინარეობს ადამიანებით, რომლებიც არიან ვიწრო პირადი ინტერესით დიახ. მაგრამ აქ თემა რა არის კიდევ, რომ მათ უნდა იცოდნენ, შიგნით ვინც არიან და ვინც ასევე გარეთ არიან ახლა. რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ არჩევნების მერე ამ არალეგიტიმური ხელისუფლების არის არალეგიტიმური. ნებისმიერი ეს გათავისუფლება არის არალეგიტიმური. და ანუ ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, შიგნით ვინც ჩაანაცვლებს ამ ადამიანებს, ვისაც აი ამ არალეგიტიმური პროცესიდან გამომდინარე გარეთ უშვებენ, ისინიც იქნებიან არალეგიტიმური პროცესის შედეგად აყვანილი ამ სამინისტროებში. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, ვინც იქ მივა, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ ვერ ექნებათ ვერანაირი ლეგიტიმაცია. თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე გარეთ არიან, და როგორ შეუძლიათ მათ რაღაცნაირად შექმნან პროცესი იმისთვის, რომ დარჩენილები ამ შემთხვევაში კი, ეს ადამიანები, ნახეთ როგორ რამოდენიმე კატეგორია. ერთი კატეგორია არის, რომლებმაც ანუ სისტემაში ყოფნის დროს დააფიქსირეს თავიანთი, ასე ვთქვათ, ანუ დაიცვეს საჯარო ინტერესი, რეალურად შევიდნენ და გამოავლინეს საჯარო მოხელის, ასე ვთქვათ, ეს ფუნქცია და სულისკვეთება და ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. მაგრამ არის ადამიანები ასევე, რომლებიც გამოუშვეს, რომელსაც ეს არ გაუკეთებიათ. ხო? ანუ ისინიც კი გამოუშვეს. და შესაბამისად, ეს ადამიანები, რომელ კატეგორიას არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, ესენი სულ ყველა ახლა არიან, ასე ვთქვათ, იმ მოცემულობაში, რომ მათ ესენი უნდა შემოერთდნენ ახლა იმ საზოგადოებრივ ბრძოლას. ეხლა გარკვეულ ფსიქოლოგიურ შოკში იმყოფებიან ეს ადამიანები, ურთულესი პროცესია ეს, 10-15 წელი, 20 წელი რომ მუშაობ და რაღაცას ემსახურები და უამრავ კომპრომისზე მიდიხარ და პირადი ცხოვრების და ბევრი რაღაცა თვალსაზრისით და მე უცებ ესე გექცევა სახელმწიფო. ოღონდ ეს სახელმწიფო არ ექცევა მათ ეს არის რეჟიმი, რომელიც მათ ექცევა. ხო, ამიტომ ისინი მათ უნდა დაინახონ, რომ ისინი ახლა ოფიციალურად უწყებებში აღარ არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საჯარო მოხელეები არ არიან. მათ თავიანთ თავში საჯარო მოხელე აი ეს სულისკვეთება უნდა შეინარჩუნონ და ამ საჯარო ინტერესის ზრუნვა უნდა გააგრძელონ და მე მოვუწოდებ მათ, რომ და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ზად არის მათ ხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს, ჯგუფიფარი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მაგდაგვარი მოცემულობაა, რომ ამ ადამიანებმა ეხლა უნდა დაიწყოს ინტერესთა ჯგუფად ფორმირება, ჩვენი აზრით, და უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცესები, არც ერთი იოტისოდენა უკან დახევა არ უნდა იყოს და უნდა ბოლომდე უნდა მივაწვეთ ყველა ბერკეტით ამ რეჟიმს იმ თვალსაზრისით, რომ ის უსამართლობა, რომელშიც ისინი მოყვნენ, ეს უსამართლობა იყო შესწავლილი, გაანალიზებული და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული.